კულტურის სამინისტროს ინიციატივით ყოფილი მხატვრის სახლის ადგილას არსებული პროექტის შეჩერებასთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გაიმართა. ექსპერტებმა, ხელოვნებაცოდნეებმა, არქიტექტორებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიმდინარე მშენებლობის შეჩერებაზე იმსჯელეს. საერთო მოსაზრებით რუსთაველის გამზირზე მდებარე ისტორიული ნაგებობის ადგილას დაგეგმილი კომპლექსის ფასადზე აუცილებელია კონკურსის გამოცხადება. თუმცა ამ ეტაპზე სამინისტროს არანაირი ბერკეტი არ აქვს. ამჟამინდელ პროექტს, რომლის აშენებაზე დედაქალაქის მერია ნებართოგას და ისინი რუსთაველის გამზირისთვის სრულიად შეუსაბამოდ მიიჩნევენ. დროებით შეჩერდეს, მანამ არ გაირკვევა ამ პროექტის მომავალი, ამ სახის, იერსახეზე ლაპარაკი მიმართავთ სამთავრობო და ადგილობრივ მმართველობას, რომ აი ამ საქმეს როგორმე ეშველოს. იმედია, რომ ინვესტორი და მფლობელი გამოგეხმაურება და მიიღებს გადაწყვეტილებას. უბრალოდ ვალდებულია, რომ გამოაცხადოს კონკურსი და შეაჩეროს ის რა ხანალიაც მიმდინარეობს ახლა რუსთაველის გამზირზე.